რომელთა მიმართ ეპისტოლე. ავტორი ეპისტოლეს არის პავლე მოციქული, ეს არის მე-13 მოციქული, როგორც მას უწოდებენ, წარმართთა მოციქული, როგორც თავის თავსვეტონას უწოდებს, გამორჩეული ქრისტეს სახარებისთვის, წარმართებისთვის. 12 მოციქული იყო ისრაელის 12 ტომისთვის და პავლე იყო წარმართული სამყაროსთვის, რომელმაც რომამდე ჩააღწია და რომის იმპერიაში მთელგზაზე დაამოწმა ქრისტიანობა. წერილი დაახლოებით დაწერილია 50-იანი წლების შუა წლებში, 44-45 წლებში და კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია წერილის. ნახეთ, აი ყოველთვის როცა აიღებთ რომელი ბიბლიის წიგნს და დაიწყებთ კითხვას, ხო? სახარება იქნება ეს წერილი მოციქულის რომელიმე თუ ძველი ახლის რომელიმე წიგნი. აუცილებლად უნდა პირველად წაიკითხოთ ის რისთვის დაიწერა ეს წიგნი. რა არის მიზანი ამ წიგნის დაწერას, ხო? კონტექსტი ძალიან მნიშვნელოვანია. აი როდესაც მაგალითად ვინმე წერილს გვიგზავნის ჩვენს რამე წერილს გვიგზავნის ვინმე, ხო? ან ჩვენ უგზავნით რაიმე წერილს. ამას ხო რაიმე მიზეზია ყოველთვის. ხო მასეა? ან დაბადების დღეს სულოცავთ, ან რაიმე იუბილეს სულოცავთ, ან რაიმე პრობლემის განხილვისთვის უგზავნით. ხო ამ წერილს, მაგრამ ის პრობლემა თუ არ ვიცით ჩვენ, ან ვინცაც უგზავნით, ან სხვამ, როგორ უნდა გაიგოს სრულყოფილად წერილის შინაარსი, ხო? ასევე ყველა წერილს აქვს კონტექსტი და მიზეზი, რის გამოც პავლემ ეს დაწერა. რა არის რომელთა მიმართ ეპისტოლის კონტექსტი, მიზეზი, რატომ დაწერა პავლემ ეს წერილი? ეხლა რა ხდება უყურეთ. რომი, წარმოიდგინეთ და 50-იანი წლების რომის იმპერია და რომის იმპერიაში ბევრ ქალაქში ცხოვრობდნენ ებრაელები, იუდეველები, როგორც დღესაც სოფლიოში ბევრგან ცხოვრობენ იუდეველები, ხო? როგორც სხვა ერის წარმომადგენლები ასევე. და რომში პირველი ქრისტიანები ვინ იყვნენ? რა თქმა უნდა ებრაელები, რა თქმა უნდა იუდეველები, რა თქმა უნდა სინაგოგებში იქადაგებოდა პირველად მესია, ხო? მაშიახი პირველად იერუსალიმში გამოცხადებული მაშიახი პირველად იქადაგებოდა იუდეველთა სინაგოგებში, ხომ ასე იყო? რადგან მათი რჯულიდან აღსრულდა, მათი რჯულიდან მოვიდა ეს ყველაფერი, ხო? ანუ პირველი ებრაელები იყვნენ იუდეველები და ებრაელები. შემდეგ ნელ-ნელა წარმართებმა იწამეს ქრისტე, ხო? და რომის ეკლესიებში, არა მხოლოდ ერთი ეკლესია იყო, სახლის ეკლესიებიც იყო, სადაც სახლებში იკრიბებოდნენ, ხო? შემდეგ უკვე რომაელებიდანაც, წარმართებიდანაც ბევრი გახდა ქრისტიანი. მოხდა ასეთი რამ, დაახლოებით 50-იან წლებში იმპერატორმა კლაუდიუსმა იუდეველებს აუგრძალა რომში ცხოვრება. რომიდან გააძევა ებრაელები. იმპერატორმა, მისი ბრძანებულებით. და მათ იძულებული იყვნენ დაეტოვებინათ რომი. მოციქულთა საქმის მე-18 თავში ჩვენ ხვდებით, რომ კორინთოში პავლე ხვდება რომიდან ჩამოსულ ქრისტიანებს, რადგანო იმპერატორ კლაუდიუსს ებრძანებინაო, რომ რომი დატოვონ ებრაელებმა და კორინთოში იყვნენ ჩასულები ეს აკვილე და პრისკილა ებრაელები, გესმით? და მოხდა, როცა კლაუდიუსი აღარ იყო მმართველობის სათავეში, ეს კანონი გაუქმდა, ებრაელები კვლავ დაბრუნდნენ რომში და კონფლიქტი აქ წარმოიშვა, ნახეთ? რომ ებრაელები ამბობდნენ, რომ ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, ჩვენ ვართ მთავარი, ეს ჩვენია ეს სარწმუნოება და რომაელები კიდევ რომლებმაც უკვე აიღეს ხელში, ასე ვთქვათ, მართვა-გამგეობა და ძალაუფლება იქ, ამათი არ ყოფნის დროს, რომაელები ამბობდნენ, არა, ჩვენ ვართ ნამდვილი ქრისტიანები. გესმით და ეს კონფლიქტია რომში ებრაელ ქრისტიანებსა და წარმართ ქრისტიანებს შორის, გესმით? და პავლემ გაიგო ალბათ ეს, მან იცოდა ამ პრობლემის შესახებ და პავლე ამ რომაელთა მიმართ ეპისტოლეს წერს ამ მიზეზით, რომ მათ ეუბნება როგორ უნდა მოიქცნენ, მათ ეუბნება ვინაა მთავარი და ვინ არის უპირატესი ღვთის წინაშე. გესმით? აი ეს არის ამ წერილის კონტექსტი. ეს თუ არ იცი, კითხულობ თავიდან თავს ამ წერილსაც და ვერ ხვდები რაზეა ლაპარაკი საერთოდ. რატო ამბობს პავლე ამას, გესმით? მაგრამ თუ ვიცით რატომ დაწერა პავლემ ეს წერილი, უკვე ყველაფერი გასაგებია. მოდით მივყვეთ რამოდენიმე თავისმა დღეს მაინც განვიხილოთ და ნახოთ რას ამბობს პავლე. ასე იწყება, ნახეთ წერილი. პავლე, იესო ქრისტეს მონა, ხმობილი მოციქული და რჩეული ღმრთის სახარებისათვის. დღეს თანამედროვე სამყაროში წერილ კონვერტს როგორ ვაწერთ ხოლმე? ჯერ გამგზავნის ზევით ხო მარცხენა მხარეს, შემდეგ ვის უგზავნის და შემდეგ შინდეს შინაარს. ეს რომ იმ დროიდან მოდის. პავლე წერს ქრისტეს
მოციქული რჩეული ღვთისმსახურებისათვის, რომელიც წინასწარ აღგვითქვა თავის წინასწარმეტყველთა მიერ წმინდა წერილში, დავითის თესლისგან ხორციელად შობილი თავისი ძის იესო ქრისტეს შესახებ, რომელიც აღდგა მკვდრეთით და დაამოწმარო ნამდვილად ძეარი ღვთისა, ვისგანაც მივიღეთ ჩვენ მადლი და მოციქულობა, ამბობს პავლე, რათა მისი სახელით სარწმუნოებას დაუმორჩილოთ ყოველი ხალხი. ეს პირველ თავშია, შეგიძლიათ თვალი მიადგმოთ. რომელთა შორის ხართ თქვენ იესო ქრისტეს მიერ ხმობილნი, ყველას, უკვე ახლა ადრესატს წერს, ყველას, ვინც ახართ რომში, საყვარელ ღვთისას და წმინდა ხმობილთ მადლი თქვენდა და მშვიდობა ღმერთის მამის ჩვენი სიუფლის იესო ქრისტესაგან. ანუ პავლე წერს რომში ცხოვრებ ქრისტიანებს. და ამბობს შემდეგ მერვე მუხლი, ნახეთ, პირველად ყველა თქვენგანისათვის მადლობ ჩემს ღმერთს იესო ქრისტეს მეოხებით, ვინაიდან თქვენი რწმენა იუწყება მთელს ქვეყანაზე. მთელ ქვეყანაზე ცნობილია რომაელების თქვენი რწმენა, როგორი მორწმუნეები ხართ და ამისთვის მადლობა ღმერთს, ამბობს პავლე მოციქული. შემდეგ ამბობს, ნახეთ, მე-16 მუხლი, მე ყველაფერს ვერ წავიკითხავ, რა თქმა უნდა, მაგრამ ადვილად წავიკითხოთ, რომ თავარი შინაარსი გავიგოთ. მე-16 მუხლი. ვინაიდან არამრცხვენია, პავლე ამბობს, რომ მინდა რომ თქვენც გახაროთ რომში მცხოვრებ ქრისტიანებს და მრავალჯერ მინდოდა თქვენთან ჩამოსვლა. პავლე არ არის ჯერ ნამყოფი რომში, გესმით? პავლე რომში არ ყოფილა არასდროს, მაგრამ აპირებს რომ ჩავიდეს. ამბობს, რომ ესპანეთში როცა დავაპირებ წასვლას, თქვენთანაც აუცილებლად გამოვივლი, ამბობს პავლე და ამბობს, ვინაიდან არ მცხვენია ქრისტეს სახარებისა, რადგან იგია ძალა ღმრთისა, ყველა მორწმუნის მხსნელი, პირველად იუდეველისა, შემდეგ კი ბერძნისა. არ მერიდება, არ მეშინია ქრისტეს სახარების ქადაგება, ამბობს პავლე, რადგან სახარება არის მხსნელი, ანუ მაცხოვარი, გადამრჩენელი ყველასი, ჯერ იუდეველისა, შემდეგ კი ბერძნისა. ბერძენი ნიშნავს წარმართს ნიშნავს, გესმით? ანდახან წერია შემდეგ კი წარმართს. მაინც ამბობს პავლე მოციქული, რომ ჯერ იუდეველისა, შემდეგ წარმართს. რატომ ამბობს ამას პავლე? რადგან იუდეველთა შორის მოვიდა ქრისტე მაცხოვარი, ხო? ხო ასე ამბობს თვითონაც, რომ არ ჯერ მე მოვედი უპირველესად მათთვის, რომ გადავარჩინო ჩემი სახლის დაკარგული ცხოვრება. პავლეც იმეორებს ამას, არაფერი ამაში გასაკვირი არ არის. ჯერ იუდეველის მხსნელი, შემდეგ კი წარმართისა. ვინაიდან მასში, ნახეთ მე-17 მუხლი. ვინაიდან მასში, ანუ სახარებაში, ვინაიდან სახარებაში ცხადდება სიმართლე ღმრთისა, სარწმუნოებიდან სარწმუნოებაში, როგორც დაწერილია, მართალი სარწმუნოებით იცოცხლებს. ნახეთ, სახარებაში ცხადდება ღვთის სიმართლე, როგორც დაწერილია, სარწმუნოებიდან სარწმუნოებაში. ეს მინდა მე განვიხილა. რას ნიშნავს სარწმუნოებიდან სარწმუნოებაში? რწმენიდან რწმენაში. რას ნიშნავს? ძველი აღთქმის რწმენიდან ახალი აღთქმის რწმენაში. რა იყო ძველი აღთქმის რწმენა? ქრისტეს მოსვლა. ხო? ძველი აღთქმის აღთქმა რა იყო, რომ მოვიდოდა მაცხოვარი, ხო? რწმენიდან რწმენაში. ახალი აღთქმის რწმენა რა არის? რომ მეორედ მოვა მაცხოვარი. ესმით? რწმენიდან რწმენაში ცხადდება სიმართლე. ანუ ეს ერთი მთლიანია, პავლე მოციქული აი ამ ერთ მუხლში ამბობს. და როგორც დაწერილია, მართალი იცოცხლებს რწმენით. აი რომაელთა მიმართ ეპისტოლის, ასე ვთქვათ, შეგვიძლია წაუმძღვანოთ აი ეს ერთ სამი სიტყვა, მართალი იცოცხლებს რწმენით. შემდეგ თქვენ ნახავთ, რომ პავლე ეუბნება, რომ არც იუდეველი ხართ უპირატესი, არც წარმართია უპირატესი. სარწმუნოებით ვინც იცოცხლებს, ის გადარჩება. დამთავრებულია. ვინ რომელი ერის, რომელი ხალხის, რომელი ტომის, გვარის ხარ, მართალი იცოცხლებს რწმენით. ის გადარჩება, ვინც იწამებს ქრისტეს. აი ეს არის თავარი საქმე. ნახეთ, უკვე პირველივე თავში პავლე ამას ამბობს, როგორც დაწერილია, მართალი იცოცხლებს რწმენით. ამბაკუმ წინასწარმეტყველისგან არის ეს სიტყვები, იმეორებს პავლე თავის წერილში. და შემდეგ მე-18 მუხლი. აქედან იწყებს უკვე პავლე თავარ საქმეს.
აი რითი უნდა დაიწყოს პავლე, როგორ გონია? რომ ღმერთის სიყვარულია, რომ ღმერთს ასე უყვარს ხალხი, ამას არ ამბობს. ნახეთ რას ამბობს. რადგანაც ღვთის რისხვა ცხადდება ყოველთაგვარი უმორთოების და უსამართლობის თავზე. ღვთის რისხვა, პავლე ამბობს, რომ ღმერთი განრისხებულია ყოველგვარი უღმრთოების და უსამართლობის გამო, რასაც ხედავს მსოფლიოში. უღმრთობით და უსამართლობის მოქმედ კაცთა მიმართ, რომელიც უმართლოებით ახშობენ ჭეშმარიტებას. ვინაიდან რაც შეიძლებოდა იცოდა ღმერთზე, ცხადია მათთვის, იმიტომ რომ ღმერთმა გამოუცხადა მათ. რადგან ის რაც უხილავია მასში, მარადიული ძალა და ღვთაებრიობა მისი სამყაროს შექმნიდან მისავე ქმნილებებში საცნაურდება და ხილული ხდება, ასე რომ არ შეუძლიათ თავის მართლება. რადგან ღმერთის შემეცნებაო, პავლე ამბობს, სამყაროს შექმნიდან დღემდე მის ქმნილებებში ნათელია. მის ქმნილებას რომ შეხედო, ამბობს პავლე, შენ შეიცნობ, რომ ღმერთი არსებობს. სამყაროს რომ უყურებ, საცნაური ნათელია, რომ ღმერთს უნდა შეექმნა ეს სამყარო, მაგრამ ამის გამო მათ არ შეუძლიათ იმართლონ თავი. ურწმუნო ადამიანებმა. ვინაიდან რა კი შეიცნეს ღმერთი, მაგრამ არ ადიდეს როგორც ღმერთი და არც მადლი შესწირეს, არამედ ამაონი იქმნენ თავიანთი ზრახვით და დააბნელდა მათი უგონო გული, ბრძენკაცებად მოჰქონდათ თავი და შლეგებად იქცნენ. ანუ არინებეს რომ ღმერთისთვის აღიარება მიეცათ ყველაფერი ღმერთისთვის, რომ ღმერთმა შექმნა ეს სამყარო, ხო? იმ დროინდელი სამყარო, რომაული სამყარო, ბერძნული სამყარო, რითი იყო მართული? ბერძნული ფილოსოფიის, ხო? ბერძნული ფილოსოფია, მითოლოგია, ჯერ ბერძნული, შემდეგ რომაული, ანუ საკუთარი გონებით ეცადნენ, რომ აეხსნათ ეს სამყარო. და პავლე ამბობს, რომ მათ შეეძლოთ, რომ შეეცნოთ ღმერთი, მაგრამ არინებეს. ღმერთის გარდა ყველაფერი აღიარეს. ყველაფერი. მითებით, ზღაპრებით, საკუთარი გონებითაც ეცადნენ, აი, ბერძნული ფილოსოფია იგივე, მაგრამ რომაული სამართალი შემდეგ მოდის, რომ ისინი თვლიდნენ, რომ მათ შექმნეს სრულყოფილი კანონები რომის იმპერიაში. ამიტომაც მე ამბობს პავლე, რომ აი, რადგან ასე გააკეთესო, ღმერთმა ცხელი აიღო მათზე და გადასცა ისინი უღმრთონებებს და ჩამოთვლის შემდეგ პავლე რა დღეში არიან, რომ ისინი გააკვირლებას მიეცნენ, ქალი ქალთან, კაცი კაცთან, იქმოდა სამარცხვინო საქმეს, ამბობს პავლე და რადგან მათ 21-ვე მუხლი ნახეთ, რადგან იუკადრისეს გონებით ღმერთის ცდომა, ამიტომაც უჯერო საქმეთა საქმნელად გადასცა ღმერთმა ისინი უღმრთონებებს. რადგან მათ გონებით არინებეს ღმერთის შეცნობა, ღმერთმა ცხელი აიღო მათზე და უღმრთონებებს გადაეცნენ და ასე რომ აღსულნი არიან ყოველგვარი უსამართლობით, სიძვით, უკეთურებით, ანგარებით, ბოროტებით, სავსენი არიან შურით, მკვლელობით, შხულით, ძაკვით, ბოროტმოქმედებით, ავსიტყვიანი, ცილისმწამებელნი, ღვთისმოძულენი, კედმაღალნი, ცუდმედიდნი, ბოროტების წყარონი, დედმამის ურჩნი, უგულისხმონი, უნდონი, უყვარულნი, უწყალონი, რომელთაც იციან ღმერთის სამართალი, რომ ამნაირ საქმეთა ჩამდენი სიკვდილის ღირსნი არიან, მაგრამ არა მარტო თვითონ ჩადიან, არამედ ჩამდენთაც თანაუგრძნობენ. პავლე აღწერს იმ დროინდელია ეს წამყვანი კაცობრიობა, ხო რომის იმპერია იყო, მათ მდგომარეობას რა დღეში არის რომის იმპერია. ერთ-ერთი ამის საბუთი რა არის, აი ჩვენ ყველა ძალიან ბანალური ეს საბუთი, ჩვენ ყველა ვიცით ეს გლადიატორთა ბრძოლები, მაგალითად, კოლიზეუმში რაც ხდებოდა. როგორ შეიძლება ადამიანს ეს გაეკეთებინა? რომ ადამიანს ერთმანეთისთვის დაეხოცნებინა ხალხი და ამითი გართობელი იყვნენ სხვა ადამიანები, ხო? აი ეს ყველაფერი იყო შედეგი იმ ყველაფრის, როგორი უღმერთო იყო მაშინ ცხოვრება, ხო? ესეა. შემდეგ მეორე თავი ნახეთ. ნახეთ ახლა მე ხო ეს გითხარით ხო ერთ-ერთი ხადაგების დროს. პავლე წარმოადგენს როგორც ასე ვთქვათ, საკაცობრიო სასამართლოს,
საკაცობრიო სასამართლოა, გესმით და ეს თლიანი მდგომარეობა ხო აღწერა დამნაშავე კაცობრიობის და ახლა აღწერს იქ ორი დამნაშავეზე სამ სასამართლოში. ერთი წარმართები, ანუ ბრალდებული სკამზე ზიან წარმართები და მეორე ბრალდებული სკამზე ზიან იუდეველები. წარმართებს თავი მოაქვთ რითი? გონებით, ფილოსოფიით, ცოდნით, საკუთარი გონების ცოდნით. და რაც თავარია, თავი მოაქვთ სრულყოფილი იურიდიული კანონები, იურისპრუდენციით, ხო? რომაული სამართალი არის ყველა სამართლის საფუძველი, ხო? დღესაც ასეა. ყველა ქვეყანამ შემდეგ რომიდან გადაიღო ის კანონები, რითაც იურისპრუდენცია იმართება, ხო? და ნახეთ, თავი მეორე უკვე იწყება რომაელებს ეუბნება ჯერ პავლე. რომაელი ბრალდებულს. ამიტომ მე პირველი მუხლი, ამიტომ თავს ვერ იმართლებ, ვინც უნდა იყო კაცო, რომელიც განსჯი, ვინაიდან მსჯავრით, რომელიცაც სხვას განსჯი, შენ თავე თავს განსჯი, რადგანაც იმასვე ჩადიხარ, რისთვისაც სხვას განსჯი. ანუ შენი სამართლით ვერ იმართლებ თავს. რადგან რომელი კანონებითაც სხვას ასამართლებ, რომაელებს ეუბნება, შენ თვითონაც იმ კანონებით ცხოვრობ. იმ კანონებს არ ღვევ შენ თვითონაც და როგორი სიმკაცრითაც სხვას განსჯი იმ კანონებით, შენ თავს ისჯი, რადგან უსამართლოა შენი მსჯავრი, ეუბნება პავლე მოციქული მარკი. ხოლო ჩვენ ვიცით, რომ არის მსჯავრი ღმერთისა, ჭეშმარიტებისამებრ, ყველა ამგვარი საქმის მოქმედ და მიმართ. იქნებ გონია კაცო, რომაელო, რომ თავს დააღწევ ღვთის მსჯავრს, რაკიღა განსჯი ყველა ამგვარი საქმის მოქმედს და თვითონ კი იმას ვერ ჩადიხარ. ან იქნებ უგულებელს ყოფ მის სიკეთეს, თვინიერებისა და დიდწვროვნების სიუხვეს და არც კი გესმის, რომ სიკეთეს ღმრთისას სინანულისკენ მიყავხარ შენ. აი ეს რისხვა ღმერთის, რომელიც ცხადდება თქვენს თავზე, სინამდვილეში სიკეთეა ღმერთისგან, რადგან სინანულისკენ ცდილობს შენს წაყვანას. შემდეგ ნახეთ მე-17 მუხლი. ეს რომაელების ბრალდება რომაელების, რადგან რომაელები დამნაშავენი არიან, რადგან თვითონ არ ცხოვრობენ იმ სამართლით, რომლითაც თავი მოაქვს. ნახეთ მე-17 მუხლი. ახლა იუდეველებს ეუბნება. აჰა, შენ იუდეველად იწოდები და თავს იმშვიდებ რჯულით და იქადი ღმერთს. ანუ ღმერთით იქადი, რომ რჯული გაქვს შენ. და იცი მისი ნება და გესმის უკეთესი, რჯულით განსწავლული ხარ. რჯულით ხარ განსწავლული და გესმის უკეთესი. და თვით მრწმენს გგონია, რომ შენახარ ბრბათა მეგზური და ნათელში ბნელთან ყოფთათვის. საკუთარ თავში დარწმუნებული ხარ და გგონია, რომ სხვების მეგზური ხარ. ებრაელებს ეუბნება, იუდეველებს. იუდეველები მაშინაც ეს ასმისრობდნენ, რომ ეს წარმართები, ეს ურჯულები, ეს გოიმი ხო უცხო ხალხი, გოიმი უცხო ხალხია და შენ გონია, რომ შენ ხარ ნათელი მათთვის. პავლე ეუბნება, თვითონაც ებრაელია, თვითონაც იუდეველია. კი, მაგრამ სხვებს რომ ასწავლი, რა და რა სწავლი შენსავე თავს? ქადაგებ არ იპაროო და იპარა. ამბობ არ იმრუშოო და მრუშო. კერპები გზდაც და კრეხელო. რჯულით იქადი და რჯულის დარღვევით ღმერთს შეურაცხყოფ. ებრაელებს ეუბნება. ვინაიდან როგორც დაიწერა, თქვენს გამო იგმობა ღმერთის სახელი წარმართთა შორის. ეს აი წინასწარმეტყველი ამბობს, რომ 52 თავში თქვენს გამო, აი იუდეველთა, რომელთაც რჯული მიეცათ, მაგრამ არ იცავენ, ურჯულო ცხოვრობენ, თქვენს გამო იგმობა ღმერთის სახელი წარმართთა შორის, რადგან არ ცხვენთ იმას, რაც გააქვთ. პავლე უფრო მეტ ბრალს იუდეველებს დებს, რადგან რჯულს არ იცავენ. შემდეგ ეუბნება, წინადაცვეთილობა სარგოა თუ რჯულს ასრულებ, ხოლო თუ რჯულს გადადიხარ, შენი წინადაცვეთილობა წინა დაუცვეთლობად იქცევა და თუ წინა დაუცვეთელი რჯულის მართლწესებს იცავს, განა მისი წინა დაუცვეთელობა წინადაცვეთილობა და არ შეერეცხება მას. ეუბნება, ებრაელები ხო წინადაცვეთას იკეთებდნენ, ანუ საქესო ორგანოზე იჭერდნენ ხორცს და ეს იყო ნიშანი, რომ ღმერთს მათთან აქვს აღთქმა, ხო? აღთქმა აქვს მათთან ღმერთს. და ამითი ამაყობდნენ, რომ ჩვენ ღმერთთან გვაქვს შეთანხმება. თქვენაირები კი არა ვართ. ნიშანი გვადებს, რომ ჩვენა ვართ ღმერთის ხალხი, გესმის? და პავლე ეუბნება,
შენ წინადაცვეთილებით ამაყე და რჯულს არ ღვევ. ამიტომ შენი წინადაცვეთილება ისეთია თქოს არ გქონია. და ის ვინც წინადაუცვეთელია და რჯულის წესებს თუ იცავს სინდისის გამო, ის არის წინადაცვეთილი და შენ არა. ეუბნება პავლე მოციქული ებრაელებს. ვინაიდან იუდეველი 22-ე მუხლი ნახეთ, ვინაიდან იუდეველი ის კი არ არის, ვინც გარეგნულედა იუდეველი, არამედ არც ისაა წინადაცვეთა, რომელიც გარეგნულია და ხორციელი, არამედ იუდეველი ისაა, ვინც შინაგანა და იუდეველი და წინადაცვეთაც ისაა, რომელიც გულისა და სულის მიერია და არა ასოს მიერი და კაცთაგან კი არ იქნება, იგი არამედ ღმერთისგან. ნახეთ რაზე უნდა. ხო გასაგებია რას ამბობს. ანუ შინაგანად თუ ხარ წინადაცვეთილი, შემდეგ მომავალში პავლე სხვა თავებში ამბობს, რომ მოიკვეთეთ, ხორცი კი არ უნდა მოიკვეთოთ, ცოდვა მოიკვეთეთ. წინადაცვეთილობა ამას ნიშნავს ამბობს, ესმით? ხორცის ნაწილი კი არ უნდა მოიჭრათ, ეუბნება, არამედ ცოდვისკენ მიდრეკილებას თუ მოიჭრით, მაშინ ხარ წინადაცვეთი. ესმით? შინაგანად ვინც არის აი ასეთ მდგომარეობაში, ის არის ღმერთის ხალხი, იმას აქვს შეთანხმება ღმერთთან. ჩვენს თავზე რომ გადმოვიტანოთ დღეს, რა შეიძლება ეს შევადაროთ? რა შეიძლება? რადგან გარეგნულად ვინც ატარებს ჯვარს, ის კი არ არის ქრისტიანი. არამედ შინაგანად ვინც აღიარებს ქრისტეს მის გადასარჩენად მოსულს, ის არის ქრისტიანი. გარეგნული ნიშანი არაფერს ნიშნავს თუ შინაგანად არ ხარ მორწმუნე. შემდეგ მესამე თავი ნახეთ. ანუ ნახეთ, მეორე თავში რა იყო? პირველ თავში იყო რა? რომაელებს წერს, პავლე ამბობს, რომ მინდოდა თქვენთან ჩამოსვლა და ვერ ჩამოვედი ახლა. შემდეგ ამბობს, რომ მართალი იცოცხლებს რწმენით. უკვე შესავალია ხედავთ, რომ თავარ საფრთხეს როგორ უახლოვდება პავლე, რომ მართალი იცოცხლებს რწმენით. აი ეს არის საქმე. შემდეგ მეორე თავში უკვე პავლე ამბობს, რომ რომაელიც ყველა იმართლებს თავს, რომ მართალია ღვთის წინაშე, თავისი ჭკუით გონებით და სასამართლოთი და ფილოსოფიით ტყუილა აპარტავნობს, რადგან იმასე არ ღვევს თვითონ, რასაც თეორიულად ამაყობს და ებრაელებს ეუბნება მეორე თავში, რომ თქვენ რჯული კი გაქვთ, 613 კანონი მოცემული მოსესგან, მაგრამ არ ღვევთ ამ რჯულს და წინადაუცვეთელები ვიცხოვრობთ თქვენს და ამიტომ არც თქვენ არ ხართ მართალი ღვთის წინაშე. შემდეგ მესამე თავი იწყება ასე, ნახეთ. მას რა უპირატესობა ახლავს იუდეველობას? აქედან ჩვენ ხვდებით, რომ კონფლიქტის მიზეზი რა არის ხვდებით, ნახეთ, რომ იუდეველი ამბობს, რომ მე ვარ უპირატესი. ეხლა პავლე სუნდა რომ ამაზეც გადავიდეს და განუმარტოს, რა აქვს თუ არა იუდეველებს უპირატესობა? რა უპირატესობა აქვს ახლავს იუდეველობას და რა სარგებელი წინადაცვეთას კითხულობს. დიდი უპირატესობა ყოველ მხრივ უწინარეს ყოვლისა კი იმდენად, რამდენადაც მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა. იუდეველებს აქვთ უპირატესობა იმ გაგებით, რომ მოვალეობა აქვთ დიდი მიცემული, რადგან მათ მიენდოთ ღვთის სიტყვა. ანუ წმინდა წერილი ძველ აღთქმაში, რჯული, თორა, წინასწარმეტყველებანი, განმარტება მისი, ის რომ უნდა სხვასაც გადასცენეს. ამ გაგებით ეს მოვალეობა აქვთ მათ, როგორ არა აქვს. ქრისტემდე მეორე საუკუნეში რა მოხდა? ბიბლია ითარგმნა ბერძნულად. წარმოგიდგენიათ? ქრისტეს მოსვლისთვის მზადება ღმერთმა ასე განაწესა, რომ მეორე საუკუნეში ქრისტემდე 220-მესამეში პროცენტ 220 წელს დაახლოებით ბერძნებმა თარგმნეს ბიბლია ალექსანდრიაში. რატომ? იმიტომ როცა ქრისტე მოვიდოდა და მისი რჯული გავიდოდა ბერძნულ სამყაროში, ბიბლია მზად უნდა დახვედრილიყო მესიას ბერძნულ ენაზე, რომ ბერძნულ სამყაროში ჩვენ შეგვიძლებოდა უკვე ახალი და ძველი აღთქმის ერთმანეთთან დაკავშირება, გესმით? შემდეგ ბერძნულიდან ითარგმნა ქართულად, თუმცა იყო და სხვა ენებზეც. ამიტომ დიდი უპირატესობა აქვთ ებრაელებს, ამბობს პავლე, რადგან მათ აქვთ მინდობილი ღვთის სიტყვა. მერე და რა? თუ კი ზოგიერთი ურწმუნო იქნა, განა მათი ურწმუნოება განაქარვებს ღვთის სარწმუნოებას? რატომ იცი? ზოგიერთი იხვე, წამოხდა და იყვირა. მაგათ კი მიენდოთ ღვთის სიტყვა, მაგრამ მაგათმა მოკლეს ქრისტეო. კი, იმ სასამართლო დარბაზში ახლა პავლე როცა ამბობს, რომ
ეს ამათ აქვს უპირატესობა, რადგან ღვთის სიტყვა ბიბლია მათ მიენდოთ, მათ დაწერეს, მათ მოსეს ხელით დაიწერა და მათი წინასწრებით დაიწერა. წამოხდა ვიღაცა და ამბობს, ეგენი ქრისტეს მკვლელები არიან, მაგათ მოკლეს ქრისტე, არ ირწმუნეს ქრისტეო. ხედავთ, პავლე პასუხობს. მერე და რა? თუ კი ზოგიერთი ურწმუნო იქნა, განა მათი ურწმუნოება განახარვებს ღვთის სარწმუნოებას. ზოგიერთი კი ეგეთი იყო, მაგრამ ის რაც ღმერთმა ამ ერისთვის განიზრახა, ის არ გაუქმდება, არ განქარდება, პავლე ამბობს. ზოგიერთის მაგალითად 100-დან 99-იც რო ურწმუნო იყოს ებრაელებს შორის, იმ ერთის გამო, ვინც დარჩება მორწმუნე, ქრისტეს მორწმუნე, აღსრულდება ის, რაც ღმერთმა ჩაიფიქრა ამ ერის მიმართ. გესმით? ხოლო თუ ჩვენი არამც და არამც ღმერთი ჭეშმარიტია და ყოველი კაცი ზრუ, როგორც დაიწერა, რათა განმართლდეს შენი სიტყვებით და იმძლავრო, როდესაც განსჯა იქნება. ნახეთ? რომელიც საიდან არის ეს სიტყვები, რათა განმართლდეს სიტყვათაგან შენთა და ძლო ჯასა შენს. პავლე ამბობს, რომ ღმერთის სიტყვა არასდროს არ გაწვდიდება, არ განკარდება, როგორც ფსალმოში ამბობს დავით და განმართლდე. ათქა ღმერთო, შენ ყოველთვის მართალი გამოყვალ შენ სიტყვებში და როცა სასამართლო განსჯი, განმა შენ იქნები მართალი შენს განსჯაში. აი ამას ამბობს დავით 50 ფსალმოში, მე ცოდვაში დავიბადე. მე არა ვარ, არაფერი სიმართლე არ გამაჩნია შენს წინაშე ამბობს დავითი. რათა ჩემი ცხოვრება აჩვენებს იმას, დავითი ამბობს, რომ რათა შენ გამართლდე სიტყვათაგან შენთა და გაიმარჯო შენ სასამართლოში. რომ ადამიანი დაცემულები ვარ და ერთ-ერთი მართალი ვინც არის ღმერთი. ნახეთ? ხოლო თუ ჩვენი უსამართლობა გზას უხსნის ღვთის მამართლიანობას, რას ვიტყვით? განა უსამართლო არ იქნება ღმერთი, როდესაც გვრისხავს, კაცურად მსჯელო, არამც და არამც, მაშინ როგორ განსჯას, რომ ღმერთმა ქვეყანა? რადგან თუ ღმერთის ჭეშმარიტება ჩემი სისწრუით მაღლდება მის დასადიდებლად, რატომ განვისჯები, როგორც ცოდვილი? ნახეთ, აქ რას ამბობს პავლე, უყურეთ? თუ ებრაელები რახან ურწმუნო გახდნენ და მოკლეს ქრისტე, თუ ამის გამო სარწმუნოება ჩვენთან წამოვიდა წარმართებთან, ხო? გესმით? აი, ებრაელებს დაუსვათ, რომ ქრისტე არ მოეკლათ. მაშინ სარწმუნოება ხომ არ წამოვიდოდა ჩვენთან და არჩევოდა ისევ მათთან, ხო? ზოგიერთი ამბობს ახლა, პავლე ამიტომ ამბობს, თუ ჩვენმა მურჯულოებამ გზა გაუხსნაო ღმერთის ჭეშმარიტებასო და აი ამის გამო სხვაგან წავიდაო სარწმუნოებაო. ესე იგი რა ვთქვათ, ესე იგი შეიძლებაო ცუდის კეთებაცო? ხვდებით ლოგიკას. ზოგიერთებიო შემდეგ ამბობს, ზოგიერთები ამბობენო, რომ მოდი ბოროტი ვქმნათო, რომ კეთილი გამოვიდესო. ხვდებით ლოგიკას? აი უყურე. მაგალითად, აი მღვდელმთავრებმა რომ ჯვარს აცვეს ქრისტე, ხო? ისრაელში. ამის გამო გამოჩნდა, ამის გამო აღდგა ქრისტემ მკვდრეთით და ჩვენ დავინახეთ, ვინ იყო ის სინამდვილეში, ხომ ასეა? მღვდელმთავრები კარგად მოიქცნენ თუ ცუდად მოიქცნენ? ცუდად. მაგრამ ზოგიერთი იტყვის, მაგრამ მათ რო არ ჩაედინათ ბოროტება, ჩვენ ხო ვერ დავინახავთ სიკეთესო. გესმით? ხო, უყურე, მაგალითად მე თუ ვინმე დავჩაგრე და ბოროტად მოვიქცე და ვინმე დავჩაგრე და წემე, მაგალითად ჩემზე სუსტ. ვიღაცამ დაინახა ეს და უთხრა, აი შვილო, აი ასე არ მოიქცე. ეს კაცი ჩადის ბოროტებას, მაგალითად, ხო? მაგალითად. ჩემი საქციელი სიკეთებს სამსახურებოდა თუ ბოროტებას? როგორ? მაინც ბოროტებას. ღმერთმა კი ჩემი ეს ბოროტება სიკეთეთ აქცია იმ გაგებით, რომ ვიღაცამ ჭკუა ისწავლა, მაგრამ იმისი თქმა, რომ მოდი ვაკეთოთ ბოროტება, რომ ვიღაცამ დაინახოს და ჭკუა ისწავლოს, კრეხელობა, პავლე ამბობს. ამის თქმა არ შეიძლება, ვინც ამას ამბობს, ღირსია სასჯელისა. გესმით? ღმერთის ყოვლის მპყრობელობა იმაში გამოიხატება, რომ ღმერთს შეუძლია შენი ბოროტებაც სასიკეთოდ გამოიყენოს, რადგან მის ხელშია ყველაფერი, გესმით? აი ხელში უჭირავს ყველაფერი ღმერთს. მაგრამ ამის გამო თქმა იმისი, რომ მოდი ვაკეთოთ ბოროტებაც, რომ სიკეთე გამოვიდეს, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. გესმით?
აი პავლე ამ ლოგიკას რატო ავითარებს, რომ აი იუდეველებზეცო ზოგიერთი ამბობსო ებრაელებზეცო, რომ აი მაგათის ბოროტების გამო სოფლიო მიხილა ნათელიო, სოფლიოში წავიდა სარწმუნოებაო, ღირსნი არიანო დაისაჯონ, იმიტომ რომ აი ეს კრეხელობას ამობენ. არ შეიძლება, უბრალოდ ზოგიერთი ჩვენ შორისო ებრაელებს შორისო გადაწყდა. ზოგიერთი წაიბორხილა, ვერ შეიცნო, ვერ იწამა და ამის გამო სარწმუნოება მოეფინა თელს სოფლიოს. ნახეთ? და ბოლოს ნახეთ, მეცხრე მოხლი ნახეთ რა საინტერესოა. მე და რა გვაქვს კი რაიმე უპირატესობა? არავით არის. ნახეთ, ქრისტეს შემდეგ, მანამდე ხო ამბობს პავლე რომ აქვთ უპირატესობა, იმიტომ რომ მათ მიენდოთ ღვთის სიტყვაო. ნახეთ, მეცხრე მოხში ამბობს, მე და რა გვაქვს ანუ ებრაელებს უპირატესობა რაიმე? არავით არის. ვინაიდან უკვე დავამტკიცეთ რომ ყველანი იუდეველებიცა და ბერძნებით ცოდვის ქვეშა ვართ. იუდეველებიც და ბერძნებით ცოდვის ქვეშა ვართ, ყველანი ერთნაირად. არავინ არ არის გულისხმის მყოფელი. არავინ ეძიებს ღმერთს. ყველა გზასაც და ერთობლივად უმაგნისნი გახდნენ, არ არის სიკეთეს მქმნელი, არ არის არავინ. პირ გახსნილი სამარია მათი ყელი, ენით ზაკვას იტყვიან, ასპით და გესლიათ მათ ბაგეზე, პირი წყევლით და სიმწარით აქვთ სავსე, ფეხმარდნი არიან სისხლის სათხევად, გრევა და ვარავია მათ გზაზე, ვერ უცვნიათ მშვიდობის გზა, არ არის შიში ღვთისა მათ თვალწინ, მაგრამ ჩვენ ვიცით რომ რასაც რჯული ამბობს, რჯულის ქვეშემდგომთათვის ამბობს, ათა შეიკრას ყოველი პირი და მთელი ქვეყანა დაექვემდებაროს ღმერთის სამართალს. ანუ ასეთ მდგომარეობაშია კაცობრიობა და რჯულში რაც ითქვა, ის არის მართალი. რა ითქვა რჯულში? რა ითქვა რჯულში? ყველაზე მთავარი რჯულში რა ითქვა? ხო რა? რჯული რას ნიშნავს? ვინც არის აი რჯული რას ნიშნავს? წესების კრებულია რჯული, სხვა არაფერი, გესმით? აი კოდექსი რაც არის იმაში იურისპრუდენციაში, აი რჯულს რო ვამბობთ, ეს სიტყვა თითქოს ქართველებს აღარ გვესმით, იცით? ურჯული რაღაც ურჯულოებასთან დავაკავშირეთ ჩვენ და ვერ გაგვიგია რჯული. რჯული ძველ ქართულში ნიშნავს კანონთა კრებულს, თქო რომელ კანონთა? საღმრთო კანონთა კრებულს. ცნებების კრებული არის რჯული. 613 ცნება, რომელიც მოსემ მისცა ღმერთისგან სინაზეთაზე ისრაელს, ის არის რჯული. ისმით? და ამბობს პავლე რომ რასაც რჯული ამბობს, ის არის სიმართლე და მის მიერ მთელი ქვეყანა უნდა დაექვემდებაროს. ახლა უკვე რა სამართალს, უკვე ქრისტეს რჯულს, რადგან ქრისტე მოვიდა. ნახეთ 21 მუხლი, აქედან იწყება უკვე ძალიან მნიშვნელოვანი. არამედ აც რჯულის გარეთ გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველი და რჯული. რჯულის გარეთ გამოჩნდა ღმერთის სიმართლე, რასაც მოწმობენ წინასწარმეტყველი და რჯული. რომელი სიმართლე? რომ რჯულს გარეთ მთელი ქვეყანა, მთელი კაცობრიობა, სამყარო უნდა შევიდეს სარწმუნოებაში. გესმით? რჯული დაასრულდა ქრისტეს ჯვარცმით და ახლა რჯულს გარეთ ცხადდება სიმართლე ქართველებში, ბერძნებში, ბულგარელებში, ინდონეზიელებში, ყველგან ვინც კი იწამებს ქრისტეს, ცხადდება რჯულის სიმართლე, როსაც მოწმობენ წინასწარმეტყველი და რჯული. წინასწარმეტყველები ამბობდნენ ამას. ესაია ამბობს მაგალითად არ არის საკმარისი იაკობ რომ ისრაელში იყავი, ისრაელისთვის იყავი ნათელი. ხალხთან ნათელად გაგხდი. გესმით? ძველ ახალში ამბობს უკვე ამას ესაია. არ არის საკმარისი ისრაელისთვის შენი სინათლე. მთელი ხალხების ნათელად გაგხდი, ან ნიშნავს რომ მთელი ხალხისთვის იქნება ნათელი. ნახეთ, შემდეგ სხვა თავებში მე წინასწარ გაუსწრებ ამბავს აბრაამს ზედაც ალაპარაკობს, იქ ეუბნება რომ შენო გეწოდება მრავალი ხალხის მამაო. რატომ მრავალი ხალხის მამა? ხალხი ეს ერთი იყო ისრაელი, მაგრამ ღმერთი ეუბნება აბრაამს რომ შენ გერქმევა მრავალი ხალხის მამა. რატომ? რატომ?
იმიტომ მრავალი ხალხი დაემოწაფა ქრისტეს რჯულს. ჩვენი სახითაც. გესმის და ა ブラ ამი ჩვენი მამაც არის ამ გაგებით. მორწმუნეთა მამა აბრაამი. გესმის? ღმერთმა ეს უკვე წინასწარ განუცხადა, აი მოსემ იცოდა უკვე ეს და თქვა, რომ ა ブラ ამი ისგანაც ქრისტე მოვიდა, მრავალი ხალხის მამა იქნება ა ブラ ამი. გესმის? 22 მუხლი, ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენის მეოხებით ყველასთვის და ყველა მორწმუნის მიმართ, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება. ხოლო სიმართლე ღვთისა იესო ქრისტეს რწმენის მეოხებით ყველასთვისა და ყველა მორწმუნის მიმართ, ვინაიდან არ არსებობს განსხვავება. ანუ ახლა რა გვაერთიანებს ჩვენ ყველას ქრისტეს რწმენა. რადგან განსხვავება არ არსებობს. ამიტომ დღეს თუ ვინმე დაიწყებს ლაპარაკს, რომ იუდეველია უპირატესი, ებრაელია უპირატესი, ან რუსია, ახალი რომი, რო იძახიან რუსეთი, მოსკოვია ახალი რომი და ჩვენ ვართ მნიშვნელოვანი, ან ბერძნები ხანდახან ქედმაღლობენ, რომ ჩვენ არავინ არ არის უპირატესი. არ არსებობს ჩვენ შორის განსხვავება, ქრისტე თუ მე და ბერძენს, ან მე და რომელიმე უკრაინელს, ან თუნდაც რუსს ერთნაირად ჭეშმარიტად წამს ქრისტე, აბსოლუტურად თანასწორნი ვართ ჩვენ ღმერთის წინაშე. აი ამას ემსახურება პავლეს წერილი რომაელთა მიმართ, რომ მათ გააგებინოს, რომ ნუ ჩხუბობ, ნუ დაობ, ნუ კინკლაობ ერთმანეთში, ყველანი თანასწორი ხარ. ყველანი ცოდვილები იყავით, ყველას თავზე ცხადდებოდა ღმერთის რისხვა, მაგრამ ღმერთმა ინება, რომ მოვიდა მას მისი ძე და რწმენაში შემოგიყვანათ და ჩამოგრეცხათ ყველას ცოდვა ერთნაირად. ნახეთ 24 მუხლი რა მნიშვნელოვანია, ხოლო ყველა უსასყიდლოდ გამართლდება მისი მადლითა და გამოსყიდვით ქრისტეს მიერ. ყველა მართლდება უსასყიდლოდ. უსასყიდლოდ გამართლება რას ნიშნავს? სასყიდლოდ გამართლება ნიშნავს, რომ ჩვენ დავიმსახურეთ, რომ გავმართლოთ. გესმით? პავლე ამბობს, რომ ყველა უსასყიდლოდ გამართლა. არც ებრაელმა დაიმსახურა და რომაელებმა ხომ იმიტომაც არ დაუმსახურებიათ არაფერი, ხო? და არც ქართველებს არ დაუმსახურებიათ, რადგან კერტაყვანისმცემლები ვიყავით ქრისტემ, ხომ ასე იყო? ამიტომ ყველა უსასყიდლოდ გამართლდა, იმიტომ რომ ღმერთმა ინება ასე. ღმერთმა უბრალოდ ინება ასე. ნახეთ, მისი მადლითა და გამოსყიდვით იესო ქრისტეს მიერ. ეს უნდა აუცილებლად განმარტოთ. მადლით გამართლება რას ნიშნავს? აი, ჯერ ვთქვათ, განმართლება რას ნიშნავს, მოდი ის ვთქვათ, ჯერ რომ აი ეს ისეთი ტერმინებია, რომ ეს თუ კარგად ვიცით, სარწმუნოება გვესმის ბოლომდე, გესმით? აი, თუ ეს არ გვესმის, ვერ ხვდები. აი, განმართლება რას ნიშნავს? აი, ირაკლი არის მაგალითად განმართლებული. რას ნიშნავს ეს? რას ნიშნავს? ცოდვა არ შეიძლება, ხო? გამოსყიდვა. კიდევ აი განმართლება რას ნიშნავს? აი, თქოს გაინტერესო აზრი მან თქვენიც. აი რას ნიშნავს განმართლება? უყურეთ. სასჯელისაგან გათავისუფლება. განმართლება შეიძლება მოკლედ სასჯელისაგან ღმერთთან გაგვათავისუფლება. რადგან ვერც ერთი ჩვენთაგანი სასჯელს ვერ გადაურჩებით, ხომ? ვერ გადაურჩებოდით. რატომ? იმიტომ რომ შეუძლებელია ჩვენ ისე გვეცხოვრა, რომ ცოდვა არ ჩაგვიდინე, ხომ ასე? და ცოდვას ვინ ჩადის, სასჯელს ვერ გადაურჩევ. რადგან ღმერთი წმინდა, ჩვენ ცოდვილი, ხომ? და ღმერთამდე როგორ მივავთ? ხო, კარები ხო დაკეტილია, აი როგორ მივა უწმინდური წმინდასთან, ხო? ქრისტეს ჯვარცმან გაგვათავისუფლა სასჯელისაგან და გაგვამართლა. გესმის? აი ხო ბევრჯერ გითხოვს ეს, რომ სასამართლო ბრალდებულის სკამზე ზიხარ შენ, გელოდება უადო პატიმრობა, ან სიკვდილით დასჯა, შემდეგ გამოჩნდა ვიღაც კაცი და სასამართლოში თქვა, მე ვიღებ ამის სასჯელს, შემდეგ და მე გავაკეთე. მე ვიღებ, ეს გაათავისუფლეთ სასჯელისაგან, აი ეს არის განმართლება. ჩვენ ცხოვრობთ ამ მდგომარეობაში ვართ დღეს ჩვენ. ეს უნდა ძალიან კარგად გვესმოდეს, გესმით? სასჯელისაგან თავისუფლები ვართ. შემდეგ მადლითო. მადლით განმართლება რას ნიშნავს? რაიმე სითხეა მადლი რომ ჩამოიღვარა? სულია? რაიმე ფიფქებია, რაიმე მატერია, რას ნიშნავს მადლით გათავისუფლება? განმართლება, მადლი. მადლი არის ღმერთის კეთილგანწყობა ჩვენდამი. ამას ნიშნავს, გესმით? აი ებრაულ ენაში მადლი ამას ნიშნავს, რომ შენ რო არ დაგიმსახურებია, არც მოგიპოვებია, არც გირჩომია ხანდახან მაგისთვის. უბრალოდ ღმერთის კეთილგანწყობას ქვია მადლი. გესმით? აი ესა.
ხანდახან აი ჩვენ მადლს რაღაცნაირად შეცდომით ვიგებთ და გორი ეკლესიაში შევალ და მადლს გამოვიტან. ხო? ხო? ანუ სიკეთეს ჩავიდნენ და მადლს გამოვიტან და გონია რომ ეს მადლი რაღაცა თქოს აი გადმოგვესხა და მოგვედოზე, ტანზე, სხეულზე, სულზე, ხო? ხო გონია ის. არ არის ასე. მადლით გამართლა, ნიშნავს რომ ღმერთმა მოწყალების თვალით გადმოგხედა. ღმერთის განწყობა ანუ იმიტომ გამმართლით რომ ღმერთმა ასე ინება, მეტი არაფერი. არც დაგვიმსახურებია, არც გვიფიქრია ამაზე, არც გვიფიქრია, არც მოგვინდომებია და ინება მოწყალე ღმერთმა, ეს არის მისი მადლი. და შემდეგ მადლით და გამოსყიდვით ქრისტეს მიერ. გამოსყიდვით რაღაც ნიშნავს? რომ მან გადაიხადა სასჯელი თავისი ჯვარცმით, ხო? იმიტომ რომ აიო, ვიღაცა მეკითხებოდა ამას წინათ. მოზარდ, ხო? ფრანკფურტში მკითხა მოზარდმა ბავშვმა, აი რატო ამბობსო იქაო, რომ რატომ იმატოვე ღმერთო, მამო, ღმერთო, ჩემო, რატომ იმატოვე ილი ლამასა ბაქტარი რომ ამს არამეულად რომ ამს ქრისტე. ეს რას ნიშნავს, როგორ გავიგონო? აი ზუსტად იმას ნიშნავს. ჯოჯოხეთში რომ მოხვედრილიყავით ჩვენ ხო მიტოვებულობას გამოვიცდით ღმერთისგან. უსაშინლესი ტანჯვა გექნებოდა, ხომ ასე იყო? რას ხომ ასე იქნებოდა, რომ წარმოგიდგენთ ჯოჯოხეთში რომ მოხვდეთ და აბსოლუტური ღმერთისგან განშორებულობა. აი ახლა ჩვენ ღმერთს ხო მაინც გრძნობთ ყოველთვის ჩვენში. ხო, თქინდოდ ცოდვას რომ ჩავდივარ, მაშინაც გრძნობთ ღმერთს. წარმოგიდგენთ რომ ეგეც რო აღარ აქვს. აბსოლუტური სიმძიმე და სიმწარე ღმერთისგან განშორებულობას, ხო? აი ის რაც ჩვენ უნდა გამოგვეცადა ქრისტემ გამოსცადა ჯვარზე. ამიტომ ღმერთო ჩემო, რატომ მიმატოვე და დაბრელდა ამ დროს. ცა წოდიადო მოიცვა, მიწა იძრა, აი ეს არის ჯოჯოხეთი რომ გამოსცადა ქრისტემ ჩვენს მაგივრად, ესმით? მისმან გამოგვისყიდა, გადაიხადა და ჩვენ გავათავისუფლა სასჯელისაგან. რატომ? იმიტომ რომ ღმერთმა ასე ინება. აი ამას ვინც გაიაზრებს, არ არის განსხვავება უკვე არა ეროვნული თვისებით, ეთნიკური თვისებით, წარმომავლობით, ყველა ერთი ვარ ქრისტეს წინაშე. და რომელიც ღმერთმა, ანუ ეს გამოსყიდვა ღმერთმა წინასწარ დასახა მალხინებლად რწმენის მიერ, მისივე სისხლით, რათა ეჩვენებინა მისი სიმართლე უწინდელ ცოდვათა მიტევების გზით. რომელიც სულძელად დაითმინა ღმერთმა, რათა წარმოჩენილიყო მისი სიმართლე აწინდელ დროში და ყოფილიყო იგი მართალი და იესოსადმი რწმენის გამმართლებელი. ღმერთმა წინასწარ დასახაო მალხინებლად რწმენის მიერ. ანუ ეს ყველაფერი რაც ქრისტეს ჯვარცმით მოხდაო, წინასწარ ღმერთმა დასახა და შეიძლება წინასწარ განიზრახა ღმერთმა ჩვენს გასამხნევებლად, მალხინებლად, ჩვენს გასამხნევებლად. და ეს რა იყო? ის ყოველთვიური თუ ყოველკვირეული, ყოველწლიური სისხლიანი მსხვერპლი, რომელსაც ებრაელები ასრულებდნენ ტაძარში, ეს იყო წინასწარ დასახულის, გაზრახულის მანიშნებელი. ჩვენს გასამხნევებლად, ჩვენს იმედად, რომ როდესღაც დასრულდება ეს, როდესღაც მოვა, ებრაელი მაგალითად რო ჩაიდენდა რაიმე ცოდვას, მან იცოდა რომ სასჯელის ქვეშა სასწრაფოდ იყიდდა ვაც, ან კრავს, ან ხარს, ან რაღაცა გაიქცევა, მივიდოდა ტაძარში, შემდობას ამბობდა, სწირავდა ამ სისხლიან მსხვერპლს, სისხლს მის შეიტანდა რომ ღმერთო, მე ნუ დამრჯი, ღმერთო, შეიწირი ეს მსხვერპლი გესმის და ეს მალხინებელი იყო მისთვის, რომ ის ფიქრობდა რომ აი გათავისუფლდა. მაგრამ მან ისიც იცოდა, ჭეშმარიტად მორწმუნე იუდეველმა, რომ როდესღაც ეს დასრულდება. როდესღაც მესია გათავისუფლებს. და ეს და როგორ წერია, რომელიც სულძელად მოითმინა ღმერთმაო. მთელი ეს დრო, ჩვენი უჯულოების დრო, ითმინა ღმერთმა იმ დრომდე სანამ სულძელად სანამ არ მოვიდა მისი ძე და არ გავათავისუფლა. ნახეთ 27-მდე მოხდით, ამით დავასრულოთ ეს თავი და საუბარიც. მას სადღაა სიქადული განქარვებულა, ანუ სიქადული რა არის? ამპარტაუნება, ამაყობა, თავი რომ მოგვაქვს, სადღაა სიქადული? გამოხსნა თუ ღმერთის მადლით და ქრისტეს გამოსვლით მივიღეთ დაუსახურებლად. რა გვაქვს საამაყო?
რა რითი უნდა დავიქადნოთ, აი რითია პავლე ამბობს. სად არის სიკადული? განკარგებული, აღარ არსებობს. მაგრამ რომელი რჯული? საქმეთა რჯულით? არა, არამედ რწმენის რჯულით. გესმით? საქმეთა რჯულით შეგვიძლია ვიამაყოთ, დავიქადნოთ? არა. რადგან საქმეები ჩვენ ვერ შევასრულებთ ვერაფერი, თითქოს დავიმსახურებთ. არამედ რწმენის რჯულით. ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ 22-ე მუხლი ნახეთ, ვინაიდან ჩვენ ვამტკიცებთ, რომ რწმენით მართლდება კაცი რჯულის საქმეთა მიუხედავად. გამართლება ვისაც უნდა, ანუ იმ სასჯელისგან გათავისუფლება ვისაც უნდა, რწმენით მართლდება რჯულის საქმეთა მიუხედავად. გესმით? 613 ცნებიდან 612 შეიძლება ვიღაცამ დაიცვა, ერთი ვერ დაიცვა. და შეიძლება ეფიქრა, რომ 612 ხო დავიცავი და გამართლებული ვარ მე. აი, ქრისტესთან რომ მივიდა ის ახალგაზრდა ჭაბუკი ხვახსოვს, ბავშვობიდან დაცული მაქვს ყველაფერი, ხო უთხრა? მამუთხრა, არა გაკ დაცულიო, ჭირდება მხსნელი, ხო უთხრა? ხო და აი ნახეთ, რჯულის საქმეებით კი არ განმარტდება კაცი, არამედ რწმენით რჯულის საქმეთა მიუხედავად. შემდეგ ამბობს, თუ ღმერთი მხოლოდ იუდეველებისაა და არა წარმართებისაც, რა თქმა უნდა, წარმართებისაც, ვინაიდან ერთია ღმერთი, რომელიც რწმენით გაამართლებს წინა დაცვეთილთ და წინა დაუცვეთილთ რწმენის მიერ. მას ჩვენ რწმენით ვაქარწყლებთ რჯულს, კითხულობს პავლე, არამედ ვამტკიცებთ რჯულს. რადგან ახლა ჩვენ ვამბობთ, რომ რწმენით არის გადარჩენა, ხო? როგორ რჯულს ესე იგი ვაუქმებთ? არა. არამედ ვამტკიცებთ რჯულს. რადგან რჩენი რჯული მოასწავებდა იმას, რას მოასწავებდა რჯული? რას მოასწავებდა რჯული? რომ გჭირდება მხსნელი. რომ ჩვენი საქმით ჩვენ ვერ გადავრჩებით და გჭირდება მხსნელი, ვინც გამოგვისყიდის და გაგვათავისუფლებს სასჯელისაგან. გესმის? ანუ რჯული განაც შემდეგ თავებში პავლე ამას უკვე დაწვრილებით განიხილავ და ჩვენც ნახავთ შემდეგ საუბრებში, პავლე იმას კი არ ამბობს, რომ რჯული უსარგებლო იყო. რჯული არაფერში არ გამოგვადგა. როგორ არა? რჯულმა გვაჩვენა ზუსტად ის, რომ არ შეგვიძლია ჩვენი საქმეებით გადარჩენა და რწმენა გადაგვარჩენს მხოლოდ. დღესაც ხომ არის ჩვენთან, ჩვენს შორის ასეთი შეხედულება ხანდახან, ხომ? ჩვენ ხო რაღაცა საქმეს, კეთილ საქმეს გავაკეთებთ და ხო ვაყვედრით ღმერთს ხანდახან. ხომ არის ასე? ღმერთო რა გახდა, აი 10 წელი ეკლესიაში დავდივარ, ღმერთო ამდენს ლოცულობ, ღმერთო ამდენ სიკეთე და ხო ვაყვედრით ღმერთს და როგორ არ მეკუთვნის? არ შეიძლება ამის თქმა. ვერც საქმით ვერავინ ვერ დაიმსახურებს ცხონებას, იმიტომ რომ ცხონება და აი ღმერთთან მიახლოვება, იმდენად წარმოუდგენელი რაღაცა, რომ საკუთარი საქმით ადამიანს ეს არ შეუძლია. განა საქმე არ უნდა აკეთოს, როგორ არ უნდა აკეთოს, მაგრამ მან უნდა ის ასევე იცოდეს, რომ ვერ დაიმსახურებს ამას. შეუძლებელია ეს უბრალოდ. ამიტომაც ღმერთმაც რომ იცოდა ეს, ამიტომაც მან თქვა, რომ ჩემი ძის ჯვარცმით გამოგისყიდით და მოგაბრუნებთ ისე ჩემს. აი ეს არის ქრისტიანობა, გესმით? ეს არის თავარი სათნოებაში. ანუ მართალი იცოცხლებს რითი? რწმენით. მართალი იცოცხლებს, ანუ მართალი ცხონდება რწმენით. როგორც ამბაკუმმა უკვე ძველ აღთქმაში ჯერ კიდევ თქვა, მართალი იცოცხლებს რწმენით. რატომ არის ახლა ეს მნიშვნელოვანი? ერთ წამდებასაც უკვე დავასრულოთ თავითი 50 წუთი გავიდა, როგორც გითხრა ხალბატონმა, გადავაშინეთ 5 წუთი. რატომ არის ეს მნიშვნელოვანი? აი, მე სულ მინდა ხოლმე რომ ყველა გავაგებინოს, აი საქმეები განა არ არის აუცილებელი. რა თქმა უნდა, სარწმუნოებიდან გამომდინარე საქმეები მნიშვნელოვანი. მაგრამ აი შენ თუ ეს იწამე რომ ქრისტემ გაგათავისუფლა და გამოგისყიდა, შენ შეიცვლები. აი ეს რწმენა რაღაც სასწაულს ახდენს შენში, გესმის? შენ ხარ აბსოლუტურად განიარაღებული, შენ აღარ შეგიძლია ცოდვით ჩადენა და შენი საქმეებიც სხვანაირი ხდება. გესმის? რომ შენ თუ იცი რომ ქრისტემ მადლით და სისხლით გამოგისყიდა და ამ ხელაწალობა შენთვის გაიღო, ხო ღმერთმა, შენ იცვლები თავის თავად. ამიტომ ამბობს იაკობ მოციქულის შემდეგ რომ რწმენიდან გამომავალი საქმეები მაჩვენე შენ. თუ გწამს, მაჩვენე საქმეები, ოღონდ რწმენიდან გამომავალი, გამომდინარე საქმეები.
იმიტომ რომ ქრისტე ხალხმა მოსულ ჩემი გულისთვის ვისაც დაეხმარეთ, წყალი მიეცით, პური მიეცით, სიკეთე გაუკეთეთ, ჩემი სახელის გულისთან, წმენიდან გამომდინარე, მაგის მე გამიკეთეთ ამბობს ქრისტე. ეს არის პირველი სამი თავი, რომელთა მიმართ ეპისტოლის, მე მგონი საინტერესოა და შემდეგ თავებში უფრო ბევრ რამე მნიშვნელოვანს ამბობს პავლე მოციქული და ეს რომელთა მიმართ ეპისტოლე რატომ არის მნიშვნელოვანი, იცით რომ გვეხება ჩვენ რატომ შევედით ამ დაწუნებაში? იმიტომ რომ შეიძლება ვიღაცა ახლა ვინც ბიბლია არის ის გითხრა, კაცო, ამ ებრაელების წიგნებს დაანებეთ თავიო გითხრას, შეიძლება ხო? ხვაობე ხოლმე ამას. არ მოგისმენიათ? დაანებეთ ეს ებრაელების თქვენ რა გინდათ? ჩვენ რომ გავიგოთ, ჩვენ რატომ შევედით ამ დაწუნებაში? აი ეს ეპისტოლე გვჭირდება ამისთვის, რომ ყველა მართლდება ახლა იმ რწმენით, რომელიც ებრაელებს გაუცხადა ღმერთმა და ჩვენც გადმოგვეცა. ეს არის მადლობა ღმერთს და მადლობა თქვენ და შემდეგ წირვის შემდეგ კიდევ 45 წუთი შემდეგი თავები განმარტო.